კიდევ ერთხელ მოგესალმებით, უყურებთ ახალ ოთხზე, მე ქეთი მამრიკიშვილი ვარ. საქართველოს პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანის პრეზიდენტს პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვდა ირაკლი კობახიძემ ილჰამ ალიევს მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა. შეხვედრისას განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა რეგიონში მშვიდობის მნიშვნელობაზე. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველო მიუსალმება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე დიალოგს, რაც რეგიონული სტაბილურობისა და განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია. მხარეებმა ასევე ისაუბრეს ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებაზე. ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის მზარდ სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობაზე და ამ კუთხით არსებული პოტენციალის სრულად ათვისების მნიშვნელობაზე. დღეს ილჰამ ალიევს ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ბიზნეს ცენტრში უმასპინძლებს. ჩემი კოლეგა ნუცა კოროშინაძე გვერდდება თემის დეტალებით პირდაპირ ეთერში. ნუცა, გისმენთ. მშვიდობას რომ ალტერნატივა არ აქვს, ეს დღეს საქართველოს მთავრობის მეთაურმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნეს. მსოფლიოში არსებული ვითარება და ის გამოწვევები, რომლის წინაშეც ახლა საერთაშორისო საზოგადოებას უწევს ცხოვრება, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული ურთიერთობები, ამ ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გაღრმავების პერსპექტივა, სამომავლო ხედვები და საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლები საკითხების მცირე ჩამონათვალია, რაზეც დღეს ყურადღება გამახვილდა. დავიწყოთ სამშვიდობო პოლიტიკით. თავის მხრივ საქართველოს მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო მხარს უჭერს სომხეთ-აზერბაიჯანს შორის არსებულ სამშვიდობო პოლიტიკას და ყოველთვის მზად არის მშვიდობის უზრუნველყოფაში საკუთარი წვლილი შეიტანოს. საქართველოს მთავრობის მეთაურმა ასევე ისაუბრა რეგიონში არსებულ ვითარებაზე, რამაც ახალი კონტურები გამოკვეთა, სადაც შუა დერეფანს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს და ამ პროცესში კი განსაკუთრებული დატვირთვა აქვს როგორც საქართველოს, ასევე აზერბაიჯანს. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ორივე ქვეყანამ არაერთხელ დაამტკიცა, რომ არის სანდო. ჩვენი ქვეყნის მთავრობის მეთაურმა ილჰამ ალიევს მადლობა გამოუცხა და იმ ურყევი მხარდაჭერისათვის, რომელსაც აზერბაიჯანი საქართველოს ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე უცხადებს. თავის მხრივ კი საქართველოს მთავრობის მეთაურმა განმარტა, რომ საქართველო დამოუკიდებლობის აღდგენიდან აზერბაიჯანს მხარს უჭერს და ეს მომავალშიც გაგრძელდება. მოხარული ვარ, რომ აქვს შესაძლებლობა იმასპინძლოთ საქართველოში და განვიხილოთ ჩვენი ორხრივი თანამშრომლობის საკითხები და ასევე რეგიონში მიმდინარე პროცესები. მე მინდა ვისარგებლო შესაძლებლობით და მადლობა გადაგიხადოთ კიდევ ერთხელ თქვენი სამძიმარისთვის კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით და პირადად თქვენი მხრიდან და აზერბაიჯანელი ხალხის მხრიდან გამოხატული თანაგრძნობისთვის ჩვენ ამ მხარდაჭერას განსაკუთრებულად ვაფასებთ. საქართველო დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან ყოველთვის იყო, არის და იქნება აზერბაიჯანის ეროვნული ინტერესების, სუვერენიტეტის და ტერიტორიულობის მტკიცე მხარდამჭერი. ჩვენ დღევანდელი შეხვედრის ფარგლებში დეტალურად განვიხილეთ საკითხები, რომლებიც უკავშირდება როგორც ორხრივ ურთიერთობებს, ასევე მთლიანად სამხრეთ კავკასიის რეგიონის მომავალს. ამ კონტექსტში კიდევ ერთხელ გვინდა მივესალმოთ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე სამშვიდობო პროცესს, როგორც მოგეხსენებათ, საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს რეგიონში მშვიდობიან თანაცხოვრებას, კონსტრუქციულ თანამშრომლობას, ასევე ახალ ინიციატივებს და ჩვენ საჭიროებისამებრ ყოველთვის მზად ვართ ჩვენი დადებითი წვლილი შევიტანოთ ამ ურთიერთობების განვითარებაში, მზად ვართ ხელი შევუწყოთ დიალოგსა და სამშვიდობო პროცესს. ჩვენი ქვეყნები, როგორც აზიის და ევროპის დამაკავშირებელი ხიდები, საკვანძო როლს ასრულებენ დაკავშირებადობის თვალსაზრისით და ამ კონტექსტში ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარებას და მოდერნიზაციას. ჩვენ საქართველომ და აზერბაიჯანმა არაერთხელ დავამტკიცეთ, რომ ვართ სანდო და პასუხისმგებლიანი პარტნიორები, მათ შორის საერთაშორისო ენერგეტიკულ და სატრანსპორტო პროექტებში. ჩვენ ასევე შეხვედრის დროს განვიხილეთ სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივები. მოხარული ვართ, რომ აზერბაიჯანი საქართველოს ერთ-ერთ უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორად რჩება. თავის მხრივ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა საქართველოს ეკონომიკურ მაჩვენებლებზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც წლიდან წლამდე არის მზარდი და რასაც ილჰამ ალიევი მთავრობის სწორ პოლიტიკას უკავშირებს, რომელიც მოსახლეობის კეთილდღეობაზე არის ორიენტირებული. მათ შორის საქართველოს ეკონომიკაზე საუბრისას ხაზგასმით აღინიშნა ორ ქვეყანას შორის არსებული ეკონომიკური ურთიერთობები, რომელიც წლიდან წლამდე მზარდი არის. პარალელურად აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ისაუბრა სამომავლო ხედვებზე და შესაძლებლობებზე, მისი განცხადებით
განცხადებით შესაძლებელია, რომ ორმა ქვეყანამ საერთო ინვესტიციები განახორციელოს. მისივე თქმით, საქართველოში არსებული ბიზნეს კლიმატი არის საერთაშორისო ასპარეზზე მიმზიდველი. რასაკვირველია, აზერბაიჯანის პრეზიდენტმაც ისაუბრა მშვიდობაზე და მის უზრუნველყოფაზე და ასევე, როგორც უკვე აღნიშნეთ, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღინიშნა, რომ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. თავის მხრივ, ილჰამ ალიევმა საქართველოს მთავრობის მეთაურს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისათვის, მათ შორის იმ მხარდაჭერისათვის, რომელსაც საქართველო სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო პოლიტიკას უცხადებს. მეგობრული, მეზობლური და ძმური ურთიერთობებით ვითარდებით, როგორც დამოუკიდებელი სუვერენული ქვეყნები და წარმატებით ვავითარებთ ჩვენს რეგიონს. ვიყენებამ შესაძლებლობას და გილოცავთ ბატონო პრემიერ-მინისტრო, თქვენ და თქვენს მთავრობას, თქვენს მიღწევებს. საქართველო დინამიურად ვითარდება, ეკონომიკური ზრდა აქვს ძალიან თვალსაჩინო. თქვენ ძალიან კეთილგანწყობილი საინვესტიციო გარემო შექმნით ქვეყანაში და ძალიან ბევრ უცხოელ ინვესტორს, მათ შორის აზერბაიჯანელ ინვესტორებს, ექნებათ ძალიან კარგი გარემო, რომ ამ წარმატებაში დამატებითი წვლილი შეიტანონ, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს პოლიტიკურ სტაბილურობას და ეკონომიკურ ზრდას. თქვენ ხართ გარანტორი იმისა, რომ საქართველოს მთავრობის პოლიტიკა განვითარდება საქართველოს მოსახლეობის საკეთილდღეოდ. ჩვენ გვიხარია, რომ ეს ურთიერთობები თანმიმდევრულად და დინამიურად ვითარდება. ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში ორივე ვუჭერთ მხარს ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და ჩვენი საზღვრების ურღვევობას. ასე იყო ოდითგანვე და ასე იქნება მომავალშიც. ეკონომიკურ სფეროში ძალიან დიდი მიღწევები გვაქვს ჩემს ვიზიტამდე. ჩვენი თანამშრომლობის სტატისტიკურ მონაცემებს გადავხედე და მილიარდობით დოლარი იხარჯება საქართველოში. ზრდა არის შთამბეჭდავი 3.6 მილიარდი დოლარია უკვე ინვესტირებული საქართველოს ეკონომიკაში ჩვენი ქვეყნიდან და დღეს საუბარი გვქონდა ახალ შესაძლებლობებზე, ახალ საინვესტიციო პროექტებზე. გვქონდა საუბარი რეგიონულ უსაფრთხოებაზე, არსებულ მდგომარეობაზე, გამონაკლისი არ ყოფილა ახალი რეალობა, რომელიც შექმნილია სამხრეთ კავკასიაში. ამ რეგიონში შემავალი ქვეყნები უნდა დარჩნენ ფოკუსირებულნი მშვიდობაზე, სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე, იმიტომ რომ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ირღვევა ეს პრინციპები. ჩვენთან ეს უნდა დარჩეს ურყევი, მსგავსი მოვლენები ჩვენს რეგიონს არ უნდა შეეხოს. სამხრეთ კავკასიაში ჩვენ ვართ მშვიდობის, სტაბილურობისა და თანამშრომლობის რეგიონი. განსაკუთრებით უნდა გაუსვა ხაზი საქართველოს უმნიშვნელოვანეს როლს. ბატონო პრემიერ-მინისტრო, თქვენ ბრძანეთ სამშვიდობო პროცესის შესახებ, რომელიც ჩვენსა და სომხეთს შორის ვითარდება. ის შეთანხმებები, რომელსაც ხელს ვაწერთ, არ არის საკმარისი, იმიტომ რომ სამომავლოდ ყველა ნაბიჯი ამ მშვიდობას უნდა აძლიერებდეს. ეს შეხვედრები, ეს ვიზიტები ზუსტად ამას ემსახურება. ჩვენ დავიწყეთ სომხეთთან ურთიერთობა საქართველოს გავლით და მადლობას ვუხდი საქართველოს მთავრობას ხელშეწყობისთვის. რაც შეეხება ენერგეტიკას, ბევრი წლის განმავლობაში აზერბაიჯანი იყო ენერგოუსაფრთხოების სანდო მხარდამჭერი. დღეს ჩვენი ბუნებრივი აირი გადის 16 ქვეყანაში ექსპორტზე, მაგრამ ექსპორტი იწყება საქართველოდან და საქართველოს გავლით. საქართველო არის პირველი ქვეყანა ამ მარშრუტზე, სადაც აზერბაიჯანი ახორციელებს ენერგეტიკის ექსპორტს საერთაშორისო ბაზრებზე. საქართველოს გავლით ხდება ეს ყველაფერი ბოლო 2 ათწლეულის განმავლობაში წარმატებით მუშაობს. ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი და სამხრეთის გაზის დერეფანი ჩვენ ასევე შევქმნით. განვავითარეთ და გავაფართოვეთ სატრანსპორტო დერეფნები, შუა დერეფანი გაივლის აზერბაიჯანს და საქართველოს. ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები შეიძლება გამოდგეს მაგალითად ყველა ჩვენი მეზობელი სახელმწიფოსთვის, რადგან ის ეფუძნება ურთიერთპატივისცემას და ურთიერთნდობას. აზერბაიჯანის პრეზიდენტის საქართველოს სახელმწიფო ვიზიტით მეუღლესთან და წარმომადგენლობით დელეგაციასთან ერთად დღეს ეწვია ვიზიტი დღის ბოლომდე დასრულდება. მადლობა ნუცა კოროშინაძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში. თბილისში ვიზიტის ფარგლებში ილჰამ ალიევი საქართველოს პრეზიდენტს შეხვდა. მიხეილ ყაველაშვილმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს ორბელიანის სასახლეში უმასპინძლა, სადაც პირისპირ შეხვედრა გამართეს. მიხეილ ყაველაშვილმა შეხვედრისას აღნიშნა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობის მაღალ ნიშნულზე შენარჩუნება და მისი მრავალმხრივი განვითარება საქართველოსთვის პრიორიტეტულია. აღნიშნა, რომ მიმდინარე გეოპოლიტიკური პროცესების ფონზე რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის შენარჩუნება სულ უფრო დიდ მნიშვნელობას იწენს. მიხეილ ყაველაშვილმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ასევე მიხეილ ყაველაშვილმა ილჰამ ალიევს მადლობა გადაუხადა მისი უწმინდესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ბაქოში საქართველოს საელჩოში მიბრძანებისა და გულწრფელი თანაგზობის გამოხატვისთვის. შეხვედრის დასრულების შემდეგ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა საპატიო სტუმართა წიგნში ჩანაწერი დატოვა. საქართველოსა და აზერბაიჯანის პირველი ლედები მირზა ფათალი ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმს ეწვივნენ.
სტუმრები მუზეუმის ისტორიას გაეცნევ, ასევე დაათვალიერეს საექსპოზიციო სივრცე და ახუნდოვის კულტურის ცენტრი, სადაც შეხვედრები, გამოფენები და სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები ტარდება. თამარ ბაგრატიონთან და მეჰრიბან ალიევასთან ერთად მუზეუმში საქართველოს კულტურის მინისტრი მოადგილესთან და მირზა ფათალი ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმის დირექტორთან ერთად იმყოფებოდა. მირზა ახუნდოვის მოღვაწეობა მჭიდროდ არის დაკავშირებული საქართველოსთან, ხოლო მისი მუზეუმი წარმოადგენს კულტურის ხიდს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის. დიდი აზერბაიჯანული დრამატურგიის მუზეუმი საქართველოში 1982 წელს გაიხსნა. სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში აზერბაიჯანის პირველი ლედი საქართველოს ეროვნულ მუზეუმს ეწვია. მეჰრიბან ალიევას საქართველოს პირველმა ლედიმ კულტურის მინისტრმა მოადგილესთან და მუზეუმის გენერალურ დირექტორთან ერთად უმასპინძლა. სტუმრებმა მუზეუმის მუდმივ მოქმედი ექსპოზიციები დაათვალიერეს, მათ შორის ქვის ხანა საქართველოში, რომელშიც წარმოდგენილია საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი უმნიშვნელოვანესი არქეოლოგიური მასალა. პირველმა ქალბატონებმა ასევე დაათვალიერეს საგამოფენო სივრცე არქეოლოგიური საგანძური, სადაც საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი უნიკალური საიუველირო ნაკეთობებია წარმოდგენილი და ნათლად წარმოაჩენს ქვეყნის უძველეს კულტურულ ტრადიციებს. მეჰრიბან ალიევამ საქართველოს ეროვნულ მუზეუმს აზერ ხალიჩის წარმოების 5 უნიკალური ხალიჩა გადასცა, რომლებიც ტრადიციული წესით, შალისა და აბრეშუმის ძაფებით ხელით არის ნაკსოვი. ორი მუზეუმი მოინახულა, მირზა ფათალი ახუნდოვის სახელობის მუზეუმი და ასევე ეროვნული მუზეუმი. მადლობა გადავუხადეთ იმ ხალიჩებისთვის, რომელიც ეროვნულ მუზეუმს საჩუქრად გადმოსცა და დავახვედრეთ არაჩვეულებრივი გამოფენა, რომელიც ქართულ-აზერბაიჯანული ხალიჩებით უკვე ექსპოზიცია მომზადდა. ძალიან დაინტერესებულია ქართულ-აზერბაიჯანული კულტურული მიმოცვლით და სხვადასხვა პროექტებით. დეტალურად გქონდა დრო გვესაუბრა სხვადასხვა ტიპის მსგავს პროექტებზე. ილჰამ ალიევმა მეუღლესთან ერთად აზერბაიჯანის რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტის ჰეიდარ ალიევის ძეგლი გვირგვინით შეამკომეს. ალიევის სახელობის სკვერში ქართული ოცნების გენერალური მდივანი კახაკალაძე დახვდა და აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის ხსოვნას პატივი მიაგო. აზერბაიჯანის პრეზიდენტი საქართველოში სახელმწიფო ვიზიტით იმყოფება. მან ვიზიტის ფარგლებში ასევე გვირგვინით საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი შეამკო. აზერბაიჯანი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა არის. ორ ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობა არის ძალიან მნიშვნელოვანი, მეგობრული, კეთილგანწყობილი ურთიერთობა უკვე წლების განმავლობაში არსებობს და ძალიან მნიშვნელოვანია თუნდაც პრეზიდენტ ალიევის ვიზიტი საქართველოში, თუნდაც იმის გათვალისწინებით ახლო აღმოსავლეთში რამდენად რთული მდგომარეობა არის, თუ რა პროცესები მიდის მსოფლიოში, რა გამოწვევების წინაშე დგას მთელი მსოფლიო. შესაბამისად, მშვიდობის შენარჩუნება პრინციპულად მნიშვნელოვანია რეგიონში, პრინციპულად მნიშვნელოვანია იყოს სიმშვიდე ჩვენს ქვეყანაში. ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვისა და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ სოციალურ ქსელში ირანის მისამართით გაჟღერებული მუქარის შემდეგ ნავთობის ფასმა ბარელზე $100 მიაღწია. შტატებში ნედლი ნავთობის ფასი გაიზარდა და $111 შეადგინა. ფასმა მოიმატა სხვა ქვეყნებშიც, თუმცა ამის მიუხედავად ნავთობის ფასი ნაცოპოზიციის მხრიდან სპეკულაციის საგანი გახდა საქართველოში და ფასის ზრდა დღგ-სა და აქციზის გადასაღადს დაუკავშირეს იმის მიუხედავად, რომ არც ერთი მათგანი ბოლო რამდენიმე წელი არ გაზრდილა. საკითხზე კომენტარი დღეს დედაქალაქის მერმა გააკეთა. კახაკალაძის განმარტებით, საწოლზე ფასის ზრდა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებით არის განპირობებული და ეს პრობლემა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელ მსოფლიოს ეხება, მათ შორის ევროპის სხვადასხვა ქვეყანას და ქალაქში საწვავის უკვე დეფიციტზე და პრობლემებზე საუბრობენ. ეს ყველაფერი არის პროტესტის უკმაყოფილების საბაბი. ყველაფერი არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა. ყველა ის ადამიანი, ვინც აკვირდება, ხედავს თუ რა სიტუაცია არის, რამდენად მძიმე მდგომარეობა ახლო აღმოსავლეთში, მე მგონი აქ კითხვები არ არსებობს, ხო? და ვიცით რატომ ხდება ფასების მატება. არა მხოლოდ ჩვენთან, ზოგადად მსოფლიოში, ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში და ქალაქებში საუბრობენ საწვავის უკვე დეფიციტზე და პრობლემებზე. რა თქმა უნდა, ეს სერიოზული გამოწვევა არა მხოლოდ ჩვენთვის, ზოგადად მსოფლიოსთვის და რა თქმა უნდა, ფასები განპირობებულია იმ პროცესებთან, რაც ახლო აღმოსავლეთში მიმდინარეობს. ფასების ზრდა ეს არის ის სამწუხარო მოვლენა, რომელიც ომის
აი ამ ვითარებას და მიმდინარეობას ახლავს თან. აქედან გამომდინარე შეუძლებელია სახელმწიფო მიიღოს ისეთი განწყობილება, რომელიც ეკონომიკური თვალსაზრისით, საგადასახადო თვალსაზრისით სახელმწიფოს ფუნქციონირების და საბიუჯეტო შემოსავლების არსებობის მნიშვნელოვან პლაცდარმს წარმოადგენს. ხელისუფლება მუდმივად ზრუნავს იმაზე, რომ ჩვენს ქვეყანაში არსებული ფასის საკითხი იყოს დარეგულირებული, მათ შორის შეგახსენებთ საპარლამენტო კომისიის მუშაობას ფასებთან მიმართებით, რომელიც არა მხოლოდ საწვავის, არამედ მედიკამენტების და პროდუქტების ფასებსაც ეხება, ასე რომ რაღაც ახალი ველოსიპედის გამოგონება ამ შემთხვევაში არის ნამდვილად უადგილო და მივენდოთ პროფესიონალებს, ვინც კონკრეტულად ამ საკითხზე მუშაობს სახელისუფლებო ორგანოდან და მათი გადაწყვეტილებები იქნება ერთადერთი სწორი გამოსავალი, რაც შეიძლება არსებობდეს ამ ინტერესებში. სამწუხაროდ არსებობენ ახლა ესეთი ძალები ქვეყანაში, საქართველოში, რომლებსაც დღის წესრიგში აქვს ერთადერთი თემა. იყოს უარესი ყველაფერი საქართველოში, ვიდრე არის დღეს. და ის რომ სოფლიოში ნავთობის ფასი გაიზარდა, ეს ბუნებრივად იქნება ასახული საქართველოს ბაზარზე, მათთვის ეს მიუღებელია. თუ მოხდებოდა პირიქით რომ დაიწევდა აქ ფასი, ისინი იტყოდნენ რომ კიდევ უფრო მეტჯერ უნდა დაწეულიყო და აქ საქართველოს მთავრობა და ხელისუფლება არაფერ შუაშია და ასე შემდგომ. ასე რომ მათი ეს ალოგიკური დამოკიდებულება ნებისმიერი საკითხის მიმართ მეტყველებს ერთადერთ რამეზე, რომ ისინი უკვე დარჩნენ პოლიტიკური პროცესების მიღმა და ეხლა მათ დღის წესრიგში არის რომ რაც უარესი საქართველოსთვის, მით უკეთესი ჩვენთვის. საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი ხალხის ზალა მთავრობას მოუწოდებს პლასტიკის საკრძალვის შეზღუდვის შესახებ გადაწყვეტილებას გადახედოს. საპარლამენტო ოპოზიციაში ამბობენ, რომ ნეგატიური შედეგის თავიდან აცილებისთვის საჭიროა აკრძალვის ნაცვლად სისტემა გახდეს მართვადი, შეიქმნას გადამუშავების ინფრასტრუქტურა და შემოღებული იქნას დეპოზიტური სისტემა, რაც ევროპაში აპრობირებული მეთოდია. ხალხის ზალაში ამბობენ, რომ კარგად ესმით ეკოლოგიური თვალსაზრისით პლასმასის ნარჩენების სერიოზული გამოწვევაა, თუმცა აღნიშნავენ, რომ გადაწყვეტილებას ეკონომიკური შოკის ეფექტი ექნება. ამასთან დიდი ალბათობით გამოიწვევს პროდუქციის თვითღირებულების 20-დან 50%-მდე გაზრდას. კარგად გვესმის, რომ ეკოლოგიური თვალსაზრისით პლასმასის ნარჩენები სერიოზული გამოწვევაა. თუმცა ასეთი ტიპის გადაწყვეტილებების მიღებამდე საჭიროა შესწავლილი იქნეს ეკონომიკური ზეგავლენის მოსალოდნელი შედეგები და სწორად დაიგეგმოს ცვლილებები. ამიტომ თვლით, რომ გადაწყვეტილება ნაჩქარევად არის მიღებული. ეს რეგულაცია ფაქტობრივად აიძულებს საზოგადოებას მოუმზადებლად გადავიდეს მინის ბოთლების მოხმარებაზე და ჩამოსასხმელ პროდუქციაზე. ასეთი წინდაუხედავი გადაწყვეტილება გამოიწვევს პროდუქციის თვითღირებულების 20-დან 50%-მდე ზრდას, პროდუქციის არჩევანის შემცირებას, ბიზნესზე ნეგატიურ გავლენას, სამუშაო ადგილების დაკარგვას. მომხმარებელთან ერთად დაზარალდებიან დისტრიბუტორები, მცირე იმპორტიორები და მეწარმეები. ასეთი ტიპის გადაწყვეტილებას წინ უნდა უსწრებდეს ქვეყანაში გადამუშავების ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფა, ალტერნატიული შეფუთვის განვითარება, სუბსიდიები ბიზნესისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში გარდაუვალი იქნება ეკონომიკური შოკის ეფექტი. ნეგატიური შედეგის თავიდან აცილებისათვის საჭიროა აკრძალვის ნაცვლად სისტემა გავხადოთ მართვადი. თავარი პრობლემა არა პლასმასი, არამედ მისი მართვაა. შევქმნათ გადამუშავების ინფრასტრუქტურა. შემოღებული იქნას დეპოზიტური სისტემა, რაც ევროპაში აპრობირებული მეთოდია. აქედან გამომდინარე, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი ხალხის ძალა გადაუდებლად ითხოვს მთავრობის შესაბამისი დადგენილების გადახედვას და ფართო კონსულტაციების შედეგად გონივრული გადაწყვეტილების მიღებას. ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის რეგისტრაცია დაიწყო. აბიტურიენტებს და მაგისტრანტობის კანდიდატებს რეგისტრაციის გავალა ელექტრონულად ცენტრის ვებგვერდზე 11 მაისის 18 საათამდე შეეცლებათ. უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში სახელმწიფო უნივერსიტეტებში საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურებზე, ასევე სახელმწიფო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლა სრულიად სახელმწიფოს მიერ დაფინანსდება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მოუწოდებს აბიტურიენტებს გაიცნონ რეგისტრაციის ვადებს, პროცედურებს და პროცესის ყველა ეტაპი დროულად გაიარონ. დღეიდან დაიწყო ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია. პირველ რიგში მინდა ყველა აბიტურიენტს უსურვო წარმატება
ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია მთელი ქვეყნისთვის. ათასობით აბიტურიენტი ემზადება ეროვნული გამოცდებისთვის, როგორც საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო საფეხურზე და დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული მათგანის შრომის მოყვარეობა, ძალისხმევა და მიზანმიმართულება აუცილებლად დაფასებული იქნება და ისინი დამსახურებულ ადგილს მოიპოვებენ უმაღლეს სასწავლებლებში. წელს რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლით ვხვდებით, უპირველეს ყოვლისა მართველი გუნდის გადაწყვეტილებით, პირველ კურსელები, როგორც სამაგისტრო, ასევე საბაკალავრო საფეხურზე, რომლებიც ეროვნული გამოცდების შედეგად ჩაირიცხებიან უმაღლეს სასწავლებლებში, სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში ისწავლიან უფასოდ. თბილისის საქალაქო სასამართლომ გიგა ავალიანის ჯანმრთელობის ჯგუფურად განზრახ მძიმე დაზიანების ჯგუფური ძალადობების ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ფაქტებზე ბრალდებულები დამნაშავედ ცნორად შეეხება. სასჯელს მისი განსაზღვრის სხდომა 8 აპრილს გაიმართება. პროკურატურის განცხადებაში აღნიშნულია, რომ 1 ოქტომბერს ალექსანდრე გაბაშვილი და გიორგი რიკაძე ჯგუფურად თავს დაესხნენ გიგა ავალიანს, რომელმაც თავდასხმის შედეგად ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღო, რის შედეგადაც გიგა ავალიანი 24 ოქტომბერს სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა. ირანმა და შეერთებულმა შტატებმა საომარი მოქმედებების დასრულებისა და ცეცხლის დაუყოვნებლივი შეწყვეტის შესახებ გეგმა მიიღეს, ამის შესახებ როიტერი წერს. წყაროების ცნობით გეგმა, რომელიც ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნასაც ითვალისწინებს, შესაძლოა უშაბათს ამოქმედდეს. მანამდე აქსიოსმა გავრცელა ინფორმაცია, რომ შტატები და ირანი რეგიონული შუამავლების ჯგუფის მონაწილეობით 45-დღიანის შესაძლო ცეცხლის შეწყვეტის პირობებს განიხილავენ, რამაც შეიძლება ომი დაასრულოს. მოლაპარაკებებში შუამავლებად პაკისტანი, ეგვიპტე და თურქეთი მონაწილეობენ. იმ შემთხვევაში კი თუ თეირანი ვაშინგტონის პირობებს არ დათანხმდება, დონალდ ტრამპი მწვავე რეაგირებით იმუქრება. მთავარი პირობა ჰორმუზის სრუტის გახსნა, რომელიც ამ დრომდე ჩაკეტილია. ირანული მედიის ცნობით, ჰორმუზის სრუტეში ბოლო 24 საათის განმავლობაში 15-მა გემმა გაიარა, რაც ომამდე არსებული მაჩვენებლის მხოლოდ 10%-ია. დონალდ ტრამპი თეირანს ხიდებისა და ელექტროსადგურების აფეთქებით დაემუქრა. მისი თქმით, თუ ირანი 48 საათში შეთანხმებას არ დათანხმდება, მაშინ მთელს ქვეყანას ააფეთქებს. ABC News-თან სატელეფონო ინტერვიუში შტატების პრეზიდენტმა ირანში სახმელეთო ჯარების გაგზავნაც არ გამორიცხა. მუნიციპალური სასაფლაოების მიმართულებით 12-13 აპრილს ავტობუსის 9 დროებითი მარშრუტი დაწესდება. თბილისის მერიის ინფორმაციით, აღნიშნული მარშრუტებით მოქალაქეები 2 დღის განმავლობაში უფასოდ ისარგებლებენ. ავტობუსები მგზავრებს დილის 8 საათიდან საღამოს 8 საათამდე მუხათგვერდის, ვაშლიჯვრის, კუკიის, ახალი კუკიის, მახათას, საბურთალოს, ღრმაღელის, ველისა და ვარკეთილის სასაფლაოების მიმართულებებით გადაიყვანენ. კახკალძის განმარტებით 11 აპრილის ღამეს თბილისის მეტრო განხანგრძლივებული დროით იმოძრავებს. მიმდინარეობს სასაფლაოების მასშტაბური დასუფთავების სამუშაოები. ჩვენთვის პრიორიტეტულია, რომ სასაფლაოები და მათთან მისასვლელი გზები იყოს მაქსიმალურად მოწესრიგებული. აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის დღეებში ისნის, სამგორის, ნაძალადევის, ვაკისა და საბურთალოს რაიონებში განთავსდება ნარჩენებისთვის შესაბამისი დიდი მოცულობის, დიდი ზომების სპეციალური კონტეინერებით. 12-13 აპრილს დაწესდება ავტობუსების 9 დროებითი მარშრუტი. ავტობუსები მგზავრებს დილის 8 საათიდან საღამოს 20 საათამდე მუხათგვერდის, ვაშლიჯვრის, კუკიის, ახალი კუკიის, მახათას, საბურთალოს, ღრმაღელის, ველისა და ვარკეთილის სასაფლაოების მიმართულებით გადაიყვანენ. აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით თბილისის მერია უფასო სასადილოებით მოსარგებლე სოციალურად დაუცველ ბენეფიციარებს, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებსა და საქართველოს უსინათლოთა კავშირის წევრებს ტრადიციულად სასაჩუქრე კალათებს გადასცემს. წელს მუნიციპალიტეტისგან სულ 40,000-მდე სასაჩუქრე კალათა გაიცემა. სააღდგომო ნობათების დარიგება დაწყებულია და მათ კვირის ბოლომდე ყველა ბენეფიციარი მიიღებს. თბილისის რაიონული გამგეობები წინა სააღდგომო ტრადიციულად სასაჩუქრე კალათებს გადასცემენ უფასო სასადილოებით მოსარგებლე სოციალურად დაუცველ ბენეფიციარებს, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებს და საქართველოს უსინათლოთა კავშირის წევრებს. კალათების შემადგენლობა 15 დასახელების პროდუქტს მოიცავს. კალათების რაოდენობა კი დამოკიდებულია ოჯახების სულადობაზე. სააღდგომო ნობათების დარიგება უკვე დაწყებულია.
სტარტაპ ეკოსისტემის გაძლიერებისა და კომპანიების სწრაფი მასშტაბირების ხელშეწყობის მიზნით 500 გლობალმა საქართველოში მეათე ნაკადის აქსელერაციის პროგრამა დაიწყო, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა და საქართველოს ბანკის პარტნიორობით უკვე 6 წელია ხორციელდება. პროგრამის ფარგლებში შერჩეული სტარტაპები 12 კვირიან ინტენსიურ აქსელერაციას გაიმნიან, რომლის განმავლობაში მათთან იმუშავებენ საერთაშორისო გამოცდილების მქონე მენტორები. მონაწილეები მიიღებენ როგორც თეორიულ ცოდნას, ასევე პრაქტიკულ გამოცდილებას. წლების განმავლობაში აქსელერაციის წარმატებამ შესაძლებლობა გახადა, რომ აქსელერაციასთან ერთად პირველი ვენჩრული ფონდი უკვე 3 წლის წინ საქართველოში შეიქმნა და მესამე წელია აქტიურად ასე ვთქვათ, ოპერირებს და ინვესტიციებს ახორციელებს სტარტაპებში. ჩვენთვის რა თქმა უნდა ეს სინერგია მნიშვნელოვანია, რომ აქსელერაციასთან ერთად, რომელიც ცოდნას, მენტორშიპს, გამოცდილებას აძლევს სტარტაპებს, პირდაპირ კაპიტალისთან აქვს ცდომა ამავე აქსელერაციის პროცესში ქართულ ინოვაციურ სტარტაპებს. რა თქმა უნდა, საქართველოს მთავრობა გააგრძელებს მხარდაჭერას, რომ ინოვაციების ეკოსისტემა საქართველოში კიდევ უფრო გაძლიერდეს. დღეს აქ ვართ, რათა ოფიციალურად დავიწყოთ 500 გლობალის ევრაზიის აქსელერაციის პროგრამის მეათე ნაკადი. პროგრამაში ვიღებთ კომპანიებს, რომლებიც არიან განვითარების საწყის ეტაპზე და ვეხმარებით მათ უფრო სწრაფად განვითარდნენ. ამ ნაკადში გვყავს სულ 10 კომპანია, როგორც საქართველოდან, ისე ცენტრალური აზიიდან, აღმოსავლეთ ევროპიდან, ბალტიისპირეთიდან და ბალკანეთიდან. ასწავლო ინფორმაცია 4-ზე მე ამით გემშვიდობებით დაელოდეთ ჩვენს დღეს თავის სახლების შესახებ ანაშორდებ პროფესიულად მოგიყვებათ წინ პოლიტიკური პოსტი გელოდებათ ასე რომ არ გეთართოთ.